დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს. კარს უკან პატარა გაბრიელი ელოდება. ოც წლის პეტრე ნოდიას განაცხადი ძიძად მუშაობაზე გაბრიელის მშობლებმა ერთ-ერთ ქართულს აეძენახეს. ახალგაზრდა ძიძა სრულად აკმაყოფილებდა ოჯახის მოთხოვნებს. ყურადღებიანი, გამოცდილი კულინარი და კარგი მცოდნე ბავშვების სამყაროსი. გამორჩეული ის არის ალბათ, რომ შემიძლია ბავშვებთან ურთიერთობა. და პლუს ურთიერთობასთან ერთად რომ შემიძლია მოვუარო, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შემიძლია ვიყო ძიძა ალბათ. ორი მომენტია, ტექნიკური და ეს ურთიერთობა, ანუ პიროვნულია. პიროვნებაა ჩვეულებრივად ბავშვი, რომელსაც აქვს თავისი სამყარო აბსოლუტურად. პეტრე სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია. ბავშვები ყოველთვის უყვარდა. ახლა სასიამოვნოს სასარგებლოს უთავსებს. ანაზღაურებას იმდენს ითხოვს, რაც სტუდენტს თავის რჩენის საშუალებას მისცემს. იმაში, რომ მამაკაც ძიძას დაუძახებენ, უცნაურს ვერაფერს ხედავს. მამა არის ოჯახში, რომელსაც უნდა შეეძლოს ბავშვს მოუაროს. მოვლაში შედის, რა თქმა უნდა, დაბანა, ანუ ჰიგიენა, კვება, დაძინება, გასეირნება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თუ შეუძლია მამას საკუთარი შვილის მიმართ აწარმოოს, ანუ განახორციელოს, რატომ არ შეიძლება გავიდეს დაუშვათ ოჯახს გარეთ და სხვისი ბავშვის მიმართაც იგივე განახორციელოს. შეუძლია, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად მართლა სტერეოტიპია ის, რომ ძიძა მამაკაცი არ არსებობს. ცხოვრებაში ყველაზე მეტად სამი რამე უყვარს: ხატვა, არქიტექტურა და ბავშვები. ბავშვების მერე თავს არქიტექტურაში დაიმკვიდრებს. იქამდე კი პატარას, რომლის აღზრდასაც ითავებს, ხატვას ასწავლის. ასეთია პეტრე ნოდიას გეგმები, რომელმაც პროფესია სახელად ძიძა ერჩია.